ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? ყველაზე ძალიან მე მენატრება ეს შეიძლება ცოტა უცნაური არის, მაგრამ ეს ერთი ფისო მყავდა ბავშვობაში 2 დღისთვის მგონი და მე სახში არ მატოვებდნენ და უნდა გამეშვა რა. სოფელში ვიპოვეთ გარეთ ბავშვებმა რაღაც და სახში ამოვიყენე მე მყავდა რაღაც 2 დღე და მე არ შეიძლება სახში და გავშვი და ეგ მენატრება ძალიან. რამდენი წლის წინ იყო? ეს იყო სადღაც ალბათ 10 წლის წინ. და დღემდე გახსოვთ. ესე იგი ძალიან შეგიყვარდათ ორ დღეში. კი. ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? მამამთილი. როგორ? მამამთილი. მამამთილი? მამამთილი? სიმამრი? თქვენი მეუღლის მამა? რასაც ყავდით ახლა რომ შეგეძლოთ? რომ მომენატრა და ერთსული მაგროდი შეხვდა. ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? მამა ჩემ რატომ სატერის? გარდაიცვალა ძალიან სამწუხაროა. ახლა რომ შეგეძლოთ რა მის თქმა რასაც ყავდით? რომ მენატრება ძალიან და მე მისთვის მიცემული პირობა შევასრულე და კარგად ცხოვრობ. თუ საიდუმლო არ არის რა იყო მიცემული პირობა? მიცემული პირობა იყო რომ მე მოხვდებოდი სამედიცინოზე და გავაგრძელებდი მის პროფესიას. წარმატებებს გესურვებ ძალიან ბევრს. მადლობა. ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? მამა. რატომ? სად არის? გარდაიცვალა. ძალიან სამწუხაროა. რასაც ყავდით ახლა? არაფერს არ ვეტყოდი, ჩავეფუტებოდი. უბრალოდ. როგორი ადამიანი იყო? იმდენად სამაგალითო და კარგი ჩემთვის, რომ მთელი ცხოვრება თან გამყვება მაგის სიყვარული და ინსპირაცია, რომ ყოველდღე უკეთესი ადამიანი გავხდე. თქვენ? მე დიახ. მე პირველი სიყვარული, ცოტა ის გავაკეთოთ რა ქვია, პროფილი. ხო და რას ვეტყოდი? რავი, არაფერს იცის უკვე რაც უნდა ვუთხრა. ჩვენც რომ ვიცოდეთ? მიყვარს რა ისევ და ცხოვრების ბოლომდე მეყვარება. სავარაუდოდ კი არა და ასე. და თუ საიდუმლო არ არის, რატომ არ ხართ ერთად? რატომ არ ვართ ერთად? ნუ რა ვიცი, ესე რაღაც რიგი პრობლემების გამო გათხოვება მოუწია. და ძალიან სამწუხაროა. მადლობა წარმატებებს. თქვენ? ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? ჩემ შეყვარებული. რატომ გენატრებათ სად არის? ვიჩხუბეთ და ჩემთან არ არის ეს. აი, კამერაში რომ მიმართოთ და უთხრათ რაც გნებავთ. ამის მეტი რა უთხრა, მე ის მიყვარს. გისურვებ რომ გამომიყვარხარ. შერიგდეთ. მადლობა. წარმატებები. გენატრებათ ყველაზე ძალიან. ყველაზე ძალიან მენატრება ალბათ ვიტყოდი შეყოლებული, რომელიც ცოტა გაურკვეველი მიზეზების გამო დავშორდი. დავშორდი ცირის გულზე, უბრალოდ მას გონია რომ არასერიოზულად უყურებ რაღაცა, ყველა ლამაზი გოგო მასე ფიქრობს. და ხო შეიძლება პატიოსანი გრძნობა გაგაჩნდეს ადამიანის მიმართ. ჩემო ძვირფასო ვეტყვი რომ იმედია შევრიგდებით ოდესღაც. და რა ვიცი, სერიოზული ურთიერთობა გვექნება. დიდი ხანია არ გინახავთ? ყოველდღე ხედავ, მაგრამ მიკარების უფლება არა მაგას მეს. და როგორია თქვენი შეყვარებული? ლამაზი. კაი, ძვირფასი, მოწესრიგებული გოგოა. როგორ ვთქვა კიდე ყველანაირად ცოტა ბრაზიანია, მაგრამ მომწონს ქალში ეს სიბრაზე და ოხშივარი რო ასლის ქალს. გოგოს უხდება. ხო, გულით მიყვარს და ვთხოვ რომ, რა ვიცი, იქნება შევრიგდეთ. არ არის სიბრაზე და ის გამოსავალი, უბრალოდ გამოსავალია რომ პატიება. თუ რაღაცა დავაშავე, იმედია უნდა მიხვდე რომ აპატიო ადამიანს. გოგოსაც უნდა შეეძლოს პატიების უნარი და კაცსაც. ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? ერთ ჩემ მეგობარი. სად არის? თბილისში. და რატომ ვერ ნახულობთ? არ ვაქვს ურთიერთობა. უი. შეიძლება. შეიძლება. აღარ მეგობრაობთ?
შეგიძლია მიმართო კამერაში და მომენატრე. შენი აზრით მას მოენატრე? შეიძლება. ვინ გენატრებათ ყველაზე ძალიან? მენატრება ის საქართველო, როცა დავდიოდი და ღიმილიანი ხალხი მხვდებოდა. მენატრება ის ქართველი, რომელსაც უყვარს არა მარტო საქართველო, ერთმანეთი გიყვარს. ის მენატრება. და კიდევ მენატრება ის დრო, როცა მიხაროდა საცხალგარეთ, როცა ვიცახდი რომ ქართველი ვარ და ყველა პატივისცემით მიყურებდა.